ზამთარში ოკუპირებულ აფხაზეთს დენით რუსეთი ეხმარებოდა, თუმცა 1 აპრილიდან მიწოდება შეწყდა. შედეგად აფხაზეთი სრულად ისევ ენგურ ჰესს ჩვენს მთავარ სადგურზეა დამოკიდებული. ამჟამად წყალსაცავში საკმარისი წყალია და ეს მარაგი მათ დროებით ყოფნით. თუმცა ვარაუდობენ, რომ ზაფხულიდან სოხუმს რუსული დენის უკვე ფულით ყიდვა მოუწევს, რაც მილიარდობით რუბლი დაუჯდება. მანამდე კი მათი მომარაგების მთელი ტვირთი კვლავ ჩვენს ენერგოსისტემას აწევს. ენგურ ჰესი ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული საყრდენია, რომელიც ჩვენ დენის მესამედზე მეც გამოიმუშავებს. ენგურ ჰესის მიერ გამომუშავებული დენი საქართველოში ყველაზე იაფია. დაახლოებით 1,2 თეთრი ჯდება, სწორედ ეს სიაფე აბალანსებს ქვეყანაში დენის საერთო ტარიფს და მოსახლეობას გადასახადის კატასტროფული ზრდისგან იცავს. მარტივად რომ ვთქვათ, მის გარეშე საქართველოს ენერგოსისტემა უბრალოდ გაჩერდებოდა და ახლით მის ჩანაცვლებას ძალიან დიდი რესურსი და ფული დასჭირდება.